მოგესალმებით ჩემო ძვირფასები. ეს არის ტარხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოესი პერიოდი. მას ასე წარმოთქვით მისი სახელი, ნახოთ. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს უახლოესი 2-3 თვის ტენდენცია. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, შეგახსენებთ, რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? დახურული წიგნი. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაქვთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაღაც რთულ პერიოდს გადის, ძიმე ჯვარს ატარებს. ჯვარი ეს არის ენერგეტიკული ზეგავლენებიც, ეს არის მენტალური მდგომარეობაც, არც თუ ისე სახარბიელო და პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ იმდენად ჩაკეტილია საკუთარ თავში, თვითონ გვიახლა ვაჟბატონი, ძალიან სექსუალური, ძალიან ხარიზმატული, შესაძლებელია ასაკით თქვენზე პატარა იყოს აუცილებლად, თუ არ არის აი ძალიან ახალგაზრდული იმიჯი აქვს. ნახეთ, არც თუ ისე დიდი ხნის უკან რაღაცა ურთიერთობები დაამთავრა. შესაძლებელია თქვენ სიყვარულზე იყოს საუბარი. კი ბატონო, განთავისუფლდა თითქოს აი ამ რაღაცა ძველი მარწუხებიდან, ეხლა გადის რთულ პერიოდს სოლიდურ თანხებთან დაკავშირებით, პარალელურად და უნდა რომ როგორმე გამოვიდეს აი ამ რაღაცა ჩაკეტილი წრიდან, აი ამ დეპრესიული მდგომარეობიდან, იმისთვის რომ მორთოს თავისი ედემის ბაღი. სიმშვიდე უნდა პირველ რიგში, მის სწრაფვის ამისკენ სტაბილურობა და სიმშვიდე უნდა ნამდვილად ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის რომ თავისი პირადი სივრცეც დაალაგოს. ემოცია და გრძნობა არის თქვენს მიმართ, არის მონატრების ფაქტორები, მაგრამ ძალიან დიდი ბრაზია. არ ვიცი რატომ არის გაბრაზებული თქვენზე ესე ძალიან, თუმცა აი გაცოფებულია. რა უქენით? კარგი, რას ფიქრობ აბა ჩემს გოგოებზე მითხარი, რას ფიქრობ? მონატრების ფაქტორი აქვს ძალიან დიდი სხვათა შორის, განსაკუთრებით როდესაც საკუთარ თავთან ღამე რჩება, აი გვიან ღამე. მაშინ ფიქრობ თქვენზე გამუდმებით, რაღაცა სიშორეა ვარსკვლავი, მენტალურ სიშორესაც ნიშნავს, ფიზიკურ სიშორესაც. შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდით, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდით. რაღაცა გზა არსებობს. ფიქრობს იმას, რომ ამ გზების შემოკლება უნდა, თუმცა ძალიან რთულია. ამ ეტაპზე ამ გზის შემოკლება, მაგრამ იმედი აქვს, რომ ეს შავი გუგლები გადავა და დაალაგდება თქვენი ურთიერთობა. ვიღაცამ ხელოვნურად შემოიტანა ეს შტორმი თქვენს ურთიერთობაში, ეს ქაოსი, მე ვფიქრობ აქ, იმიტომ რომ ცდილობენ თქვენი ადგილის დამკვიდრებას, ცდილობენ თქვენს ადგილას ყოფნას, დაკეტილი კარის გაღებას, ნახეთ, ხელოვნურად ჩარეული მესამე პირები, რომლებიც თქვენი მნიშვნელოვანი კონკურენტები არიან. ესე შემიძლია ვთქვა. კარგი, გრძნობა რა აქვს, მოდი ვნახოთ. გზაგასაყარზეა, იცით, გრძნობა არ იცის ესე სტაბილურად, თუმცა გეტყვით იმას, რომ იყო დრო, როდესაც ეს ადამიანი თქვენი ურთიერთობებიდან გაიყვანეს. ძალით არის წაყვანილი ეს ადამიანი, ზურგით დადგა თქვენთან. გრძნობა, მოიპარეს თქვენი რესურსები საკმაოდ ძვირმა ქალმა, რომელმაც ნადავლის სახიდან ეს ურთიერთობა წაიღო და გაიტაცა. ქალია, ქალი ფიგურირებს. კარგი, ეხლა რა გრძნობა გაქვს, მითხარი? გრძნობა რა გაქვს? სტაბილურობა და ქორწინება უნდა, ნახეთ, განიხილავს ამ ურთიერთობას როგორც მნიშვნელოვან ურთიერთობას. განიხილავს ამ ურთიერთობას გრძნობაზე უფრო მეტად, ნახეთ, რას გულისხმობ. თქვენ ხართ ეს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ბედი დააკავშიროს, რომელთანაც შესაძლებელია ერთჯერ ქვეში ცხოვროს, რომელთანაც გააოფიციალუროს ურთიერთობა. ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ეს ფიქრები ძალიან მნიშვნელოვნად კარგი აქვს, მაგრამ მოდი ვნახოთ, მაშინ ჩავეკითხოთ, გეგმა რა აქვს. ტრანსფორმაცია თავიდან დაწყება, ახლიდან დაწყება ამ ურთიერთობის და ამ სიყვარულის და ემოციის, იმიტომ რომ ემოცია დღემდე არსებობს, უნდა რომ ყველა ძველი ნეგატივი მოიშოროს, ძველი გაურკვევლობები მოიშოროს, აი გენერალური უბორკა ჩატარდეს ურთიერთობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ენერგიებით, მათ შორის სიკვდილის არკანი ერთადაც ამოდის, სიკვდილის არკანი ნიშნავს ხელახლა დაბადებას, ტრანსფორმაციას, იმ ემოციების, იმ ურთიერთობების, იმ სიყვარულის, რაც აქამდე არსებობდა თქვენს ურთიერთობაში. კარგია, მომწონს გეგმები, მაგრამ რეალურად რას იზავს, მოდი ვნახოთ. რეალურად რას იზავ? ჯერ არ იცის.
ეხლა გზა გასაყარზეა. ჯერჯერობით არ მაძლევს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციებს, თუმცა თქვენ უნდა მიიღოთ რაღაცა გარკვეული ინფორმაცია მასთან დაკავშირებით. აუცილებლად ორი წერილის ნიშანი ამოვიდა. პრობლემატურ სცენარს გადის ჭერთან დაკავშირებით სახლი, ჭერი, 4 კედელი, არ ვიცი ის რა არის, ეს უნდა მოაგვაროს. აი ამ საკითხის მოგვარების შემდეგ დამერწმუნეთ ჩემი ძვირფასება, რომ თქვენი დათმია აუცილებლად მოვა თქვენამდე. ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან ღრმა ემოციებით. შესაძლებელია დადგეს მომენტი, როდესაც ამ ურთიერთობას აი არ ვიცი საოცარი გაშლა ამ ურთიერთობას დაარქვას ქორწინება, დაარქვას სტაბილურობა, იმიტომ რომ სამომავლოდ განიხილავს თქვენთან ერთად გასავლელ ცხოვრებისეულ გზას. აუცილებლად. ნახეთ, 7 ცხოვრება უნდა მას თქვენთან ერთად. განიხილავს შვილების ყოლას თქვენთან. აი არ ვიცი რეალური ნაბიჯებიც ეს იქნება. უახლოესი 3 პერიოდი, ნახეთ, 3 კვირა, 3 თვე შეიძლება იყოს 3-დან 5 თვის ტენდენციაზე, ფიქრობს, რომ ეს გაღრმავდეს ის ფესვები, რაც მას თქვენთან აქვს. ვინც ატარებთ ჩემი ძვირფასებო, ნახეთ, ან წმენდის რიტუალებს, ან ლოცვებს, ან რაიმე რიტუალებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი გაანთავისუფლოთ ამ ზეგავლენებისგან, რაც არის მათ შორის მაგიური ზეგავლენების, დამერწმუნეთ, რომ ნგრევა მოდის იმ ადამიანების, რომლებიც თქვენზე ნეგატიური ენერგიების ზეგავლენებს ახდენენ. ფუნდამენტური ნგრევები მოდის, ის ნეგატივი რაც არის ამ ადამიანზე, მთვარის ენერგია ნიშნავს დაბინდულ გონებას, ნეგატიურ ენერგიებს, ქაოსს. დამერწმუნეთ, რომ ყველაფერი უკან უბრუნდებათ, ბუმერანგი. თქვენთან, ბევრ თქვენთაგანთან, სადაც არ არის ოფიციალური სახე ურთიერთობის, 3-დან 5 თვის ტენდენციაზე აუცილებლად დადგება საკითხი ნიშნობის, ქორწინების, შემოთავაზება მისი მხრიდან გარდაუვალი იქნება. ეს უღრანი ტყე გაურკვეველი სცენარი, რომელიც არის მეგობრებო ურთიერთობაში, გეცვლებათ ძალიან დიდი სიყვარულის ენერგიით. ვაუ, საოცარი გაშლა. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ და არ დაგაუწყდეთ, დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. დროებით.